მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ისეთი მოვლენა მოხდა საზოგადოებისთვის ძალიან აღმაშფოთებელი. აგერ მამუკია მდინარაძე გარბის ქართული ოცნებიდან და იმალება. თანამდებობიდან მარტო კი არ გარბის, არამედ საერთოდ პოლიტიკიდან მიდის. უფრო სწორად ვტოვებ, უკვე 10 წელი მოღვაწეობ ამ სფეროშიო და ძალიან დიდი მიღწევები მოხდა. თან ისე ეშინია სახის ყველა ნაკვთი უთრთვის. ალბათ თქვენ დასვამ შეკითხვას, რა მოვლენაა, რის წინაშე წავდექით და რა ხდება. ეს კითხვა არის ბუნებრივი, ორგანული შეკითხვა და მე გიპასუხებთ, ახლა რა ხდება. აი ეს ტიპი იქ ციხეში როზის ორჯერ პრემიერი რო ყავდათ. აი კულისების მიღმა იმან დაიწყო ხელისუფლების კომპრომეტაცია. არ იფიქროთ თქვენ ეგენი ციხეში როზიან, იმგენმა არაფერი არ იციან და მართლა არაფერი არ აქვთ რა. მაგასაც უშიშროების მაგასაც რა ღარიბაშვილს და უშიშროების მინისტრად იქროზის ლილუაშვილი იმათ აქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმის შესახებ, თუ ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები და არავინ დღევანდელ ხელისუფლებაზე იმდენი არ იცის, როგორც ციხეში მჯდომა ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა უშიშროების მინისტრმა. აი ეს ხდება დღეს და დღეს ხდება ის, რომ ის მარტო კი არ გაუჟღერებია ღარიბაშვილს, იქ აგერ ეს შემომითვალა მდინარაძემო და ბრალი წარმიდგება პატარა ხანშიო თურმე კორუმპირებული ყოფილვარო, არა. ამითი აბსოლუტურად სხვა მესიჯი გაცა ხელისუფლებას. გახსნილია თქვენზე ყველა ფრონტი და რაღაცა რომელიღაცა ქვეყნიდან დაიდება მასალები თქვენს წინააღმდეგ, თუ ვინ ახართ, რა ხართ, რასაც აბა როგორ ხდება ეს. ესენი არიან ვირთხების ხელისუფლება, ეს არ არის ჩემი შეფასება. ისინი ერთმანეთზე აგროვებდნენ ინფორმაციას, თუ აგროვებდნენ თუ არა, მარტო ჩვეულებრივ მოქალაქეებზე კი არ აგროვებდნენ ინფორმაციას. ახლა თქვენ რა გგონიათ? ესენი უბრალოდ დავით მემსაძეს ვიღაცას, რომელსაც არანაირი შემოსავლები არ ქონდა და არანაირი ფული ხელში არ ეკავა, რომ პოლიტიკური გუნდი შეექმნა და ემოძრავა. ასეთ ადამიანს თუ უთვალთვალებდნენ, არ უთვალთვალებდნენ ერთმანეთს. ისინი თვალთვალს ურთიერთ კონტროლს და სიმაღინჯეს იწყებდნენ ერთმანეთისგან. ერთმანეთის ყველაფერი აინტერესებდათ, როგორ გადიოდნენ ტუალეტში, მათი ცოლები ვისთან დადიოდნენ, თვითონ ვისთან ღალატობდნენ, ესენი ყველაფერი არის დაფაილებული. და მით უმეტეს გეუბნებით, ესენი არ არიან ის ხალხი, რომლებსაც კომპრომატები არ აქვთ. გინდა მორალური სახის, გინდა სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამუკია მდინარაძეს რო კომპრომატი აქვს, იმდენი ეტყობა მთელ ქართულ ოცნებაში არავის არ აქვს. ამიტომ ჭირდებოდა ის ბიძინა ივანიშვილს, ის იყო მიხეილ სააკაშვილის ბინძური სისტემის სახე, პროკურორი, რომელიც პოლიტიკურ საქმეებს კერავდა და რომელიც ბიძინა ივანიშვილმა იდეალურად გამოიყენა მისი მოწინააღმდეგეების ანგარიშსწორებისთვის. როგორ გგონიათ თქვენ რა პროექტიც ის ღარიბაშვილი ციხეში, რა პროექტიც ის უშიშროების მინისტრის ციხეში? აი სააკაშვილის ყოფილი სისტემის ყოფილი შვილის ეგრეთ წოდებული სამართლებრივად შეკერილი ბრალიძის. აი როგორ უმძიმდებოდათ მათ ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილი შედიოდა მამუკა მდინარაძის ქვედატანში და ისე მართავდა ამას წინააღმდეგ პროცესებს. რატო? იმიტომ რომ ღარიბაშვილი და უშიშროების მინისტრად დამუშავარი ლილუაშვილი მიეყიდა ამერიკელებს, უცდილობდა გარანტიების მიღებას, გაგზავნა იქ ღარიბაშვილმა მისი შვილი და ამ ყველაფრით ცდილობდა დამკვიდრებულიყო და აეღო ის გარანტიები, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი მოქმედებები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. მაგრამ ბიძინამ დაასწრო, მე კიდევ ერთხელ ვილაპარაკე ამ ყველაფერზე, მიაწოდეს რუსეთიდან ინფორმაცია და დაიწყო მოქმედება და გააკეთა ის რაც გააკეთა. და ახლა ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ვერ მიწვდეს ღარიბაშვილი, მაგრამ მიწვდება აუცილებლად მდინარაძეს, მიწვდება კობახიძეს და ეს კომპრომეტაციული ბურთი ეს გაიშალა ველზე, ხედავთ როგორ ხდება ბიძინას არ განწყავს ღარიბაშვილი, მაგრამ მისმა ეგრეთ წოდებულმა მოქმედებებმა რეზონანსი გამოიღო. დღეს და ხვალ ქართული ოცნება ელოდება ისეთ დარტყმას, ჯერ არ მიუღია თავის ცხოვრებაში. და ეს დარტყმები მოხდება ფაქტობრივად, აუდიო მტკიცებულებებით, ვიდეო მტკიცებულებებით და ეს გასაჯაროვდება. ჩვენ უკვე ამის პრეცედენტი გვქონდა ქვეყანაში, არსებობს უშიშროებაში შექმნილი ფაილები, რომელიც საზოგადოების მასიურ კონტროლს და უბედურებას ასახავს. ეს არის მტკიცებულებითი დოკუმენტი, რომელსაც ქართული ოცნების პერიოდში შეფასება სანადო არ მოჰყოლია, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება ამას, როდესაც ქართული ოცნება წავა
და ჩვენ ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ შემდეგ დოკუმენტს, რაც ქართულ ოცნებას კი არ შეაზანზარებს, არამედ სრულიად დაანგრევს. და ეს იციან იმ ჯგუფებმა, რომელიც ამ სისტემასთან თანაცხოვრებაში მყოფი ჯგუფები არიან. ყოფილი პუტჩისტები, ხელისუფლებასთან აფილირებული ყოფილი პირები, ეს ჩაჩიბაიები, ეს აკუა ბარბაქაძეები და ესეთი ტიპები, ესენი ელოდებიან ხელისუფლების გაგლეჯის დროს მისი წილილუქმის მიღებას. აქ მარტო ღარიბაშვილი ქაოსში ხო იცი და ამღროულ წყალში თევზი მარტივად იჭირებოა, ეს ასე არ ხდება. პირველი პროცესი დაიწყო კარაბლ ტონით, ზუსტად ვიტყვი ასე, როდესაც გემი იძირება, ეს კარაბლ კრისეი სტუკაჩეი პრავალილსა на дно ჩამშვებების და ვირთხების გემი იძირება და გარბიან, ვინ გარბის იქიდან? თვითონ სტუკაჩები და ვირთხები გარბიან და ეს ღარიბაშვილიც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კულისებს მიღმა რა ხდება, თორე კულისებს გადმოღმა უყურებთ აგერ შეშინებულ დინარაძეს, რომელსაც კაცისფერი დაკარგული აქვს სახელი, წაშლილია სრულიად. ახლა ცდილობენ გამოვიდა და თქვა მე დავარწმუნეო ბიძინა ივანიშვილი, მე უნდა წავსულიყავი, თურმე ბიძინა ივანიშვილს ახლა ისე უჭირს დინარაძის გაშვება, დედა როგორი არსებობს ახლა ბიძინა ივანიშვილი და როგორ გაუთენდება ახლა ბიძინა ივანიშვილს დღე ხვალე არიცის დინარაძე თუ არ იქნება იქ სათავეში. არა, უმძიმესად არის საქმე ქართულ ოცნებაში. კომპრომეტირებული დინარაძის წინააღმდეგ დაიგეგმა სერიოზული საზოგადოებრივი დემარში. ეს პროცესი შესულია, უკვე ამას ვერავინ ვერ გააჩერებს. დინარაძეს უთხრენ, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ შენ ხელისუფლებაში თუ აღარ იქნები, ის გავრცელებული მასალები, რაც მომავალში გვაქვს საფრთხე გავრცელდება შენზე, იქნება იმის გარანტი, რომ შენ აღარ ხარ ხელისუფალი. და ამითი ჩვენ გავაკეთებთ თავის არიდებას, მაგრამ ეს კაცი იარაღის დაშლა რო არ იცის, დაშლა და აწყობა, მარტო დაშლა კი არა. გახდა ქვეყანაში გენერალ-მაიორი კაცო. უშიშროების გენერალ-მაიორი გახადეს 6 თვეში თუ 4 თვეში. ერთი წოდება არ კეთდება, კაპრალიდან, ჩვეულებრივ რიგითიდან სერჟანტი ვერ გახდები. ან უფროსი ხარისხის რიგითი ვერ გახდები, თუ 6 თვეში. ამან გახდა გენერალ-მაიორი. ამ პასუხისგებლობას როგორ ჩამოიბანა? ხელისუფლებას ვეკითხები, იქ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წავა, ვინ დარჩება. თქვენ გამოიწვიეთ ინსტიტუციონალური გრევა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე. რაც არ უნდა მოხდეს და ღარიბაშვილს თუ ინაშვილის იმედი აქვს, მე არ ვიცი, ალბათ ფიქრობს, რომ ჩერეს ინაშვილის ხელით გაასაჭაროებს მდინარაძის წინააღმდეგ რაღაცეებს. იმიტომ რომ ეს პროცესი არის დაწყებული, ნამდვილად არის ეს პროცესი დაწყებული, ინაშვილი ბინძური ადამიანია, ინაშვილს აქვს მაგის გამოცდილება, სხვათა შორის ინაშვილს აქვს ძალიან დიდი ფული ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული, მილიონები აქვს მიღებული და ის არა მარტო პასუხისმგებლობას გრძნობს ღარიბაშვილის წინაშე თავს, არამედ მას მიაჩნია საკუთარი თავის და თავისი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ბუნაგის გადარჩენის ერთ-ერთ მოტივად, რომ ამ ბაბაიაგამ დაიწყოს მდინარაძის წინააღმდეგ ომი. და რა თქმა უნდა, წინასწარ დეკლარირებულია, რომ ეს ომი არ უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ სხვას ვის შეეხება, საზოგადოება უყურებს ყველაფერს, საზოგადოება მა არა, დაიწყო კი ბიძინა ივანიშვილის უკანალის გამოწმენდა, ის ციხიდან წმენს, ეს აქედან წმენს, მაგრამ ესე არ ხდება რა. ხალხი ბრმა არ არის, ხალხს აქვს სურვილი, რომ ესენი მთლიანად ჩაიძირნონ. წავიდნენ, მოვიდეს ახალი ძალა, მოვიდეს ახალი აზროვნება, მოვიდეს ახალი ცნობიერება ქვეყანაში დაბრუნდნენ პოლიტიკური დევნილები, ვინც არის პოლიტიკური პალტიმარი, ყველა გამოვიდეს ციხიდან, სააკაშვილს არ გულისხმობ, ის არის ნაძირალა, ის უნდა იჯდეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ციხეში, მაგრამ იმდენად დიდია ცდუნება, რომ ყველას აქვს სურვილი ისარგებლოს ამ შექმნილ ქაოსში. ალბათ ხვდებით, რასაც გულისხმობ. ერთი არის პოლიტიკური მოცემულება, მეორეა მდგომარეობა, მესამეა მოლოდინები, მეორეა განცდები ამ ყველაფრიდან და შემდეგ არის აი ეს რეალობა. ეს რეალობა ნიშნავს იმას, რომ დარტყმა ამ შემთხვევაში მიიღო მარტო ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა. ახლა დინარაძე წავა არ მოვა იქ, ბევრი არაფერი არ წდება, დინარაძე ვიღაცა იქ არ ყოფილა რა. დინარაძე იყო კობახიძის მარჯვენა ხელი. კობახიძე ამ პროცესებს ვერ გაექცევა, თუმცა უშიშროების ქვედანაყოფებში ინფორმაცია იკრიბებოდა არა მარტო დინარაძეზე, არამედ კობახიძეზე ძალიან სერიოზულად. და ეს ფასადურად ჩანდა, რომ ღარიბაშვილი სოროს ებრძოდა, მაგრამ
რეალობაში ღარიბაშვილი ებრძოდა ამათ სოროსის ვირთხებს. იმიტომ კი არა სოროსის იდეას ებრძოდა, იმიტომ რომ მას ასე ჭირდებოდა. მაგრამ ამ ბრძოლამ ვერ გაამართლა. მას უკარგად ებრძოლა, იმ ციხეში ვერ მოხვდებოდა. ის იქ მოხვდა და წერტილი. უკეთეს შემთხვევაში ღარიბაშვილს რაც შეუძლია რომ ძალიან სერიოზულად დააზიანოს ბიძინა ივანიშვილი. მთლიანად ბიძინა ივანიშვილი და მისი სისტემა. შეიძლება რომ ღარიბაშვილის გავრცელებულმა მასალებმა ქვეყანაში გამოიწვიოს სერიოზული აჟიოტაჟი იმისა რომ მოხდეს ხელისუფლების დათხოვნა საერთოდ. წავა რო ამაზე გაბედავს ამას? ჩვენ არ ვიცით. უпростоრად საზოგადოებამ არ იცის კულისებში რა ხდება. ჩვენ უყურებთ ამის 35%-იან შედეგს, რომ აი ეს ვირთხა გარბის. და ეს მარტივი საკითხი არ არის, სრულიად არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით ფასაც ინარჩუნებს სისტემა. ერთადერთი ღარიბაშვილმა არ უნდა გაუშვას ის დრო და სანამდე არის ინფორმაცია აქტუალური, სანამდე მას შეწევს ძალა, სანამდე რეზონანსი აქვს ამ ყველაფერს, თუ უნდა ვიძია რა, ის თავი გადაირჩინოს, უნდა ადგეს და საზოგადოებას მინიმუმ 50% ამ ინფორმაციის მისცეს. არ მოხდება ეს პროცესი განელდება, გადახურდავდება კუჩში ეს ყველაფერი კი იცავს ახლა ღარიბაშვილს ყოფილი პროკურორები და ესენი, მაგრამ ეს არ უშვილის მაგას რა. ამ ყველაფრით დღეს ვინც არის ჩვეულებრივ სარგებლობს ნაციონალური მოძრაობის ანასხლეტები, მეტი არავინ არ სარგებლობს ვითომ ღარიბაშვილი ნაცმოძრაობასთან ერთად, იმიტომ რომ პატიმარია და დასაკარგი არაფერი არ აქვს რა და სარგებლობს უშიშროების მინისტრი, რომელიც იქიდან ყვირის, რომ მეო სამართლებრივად ვიბრძოლებ. სამართლებრივად კი ვიბრძოლებენ. ამათ აქვთ მთელი ბიძინა ივანიშვილის სისტემაზე ინფორმაცია, თუ როგორ გროვდებოდა ქვეყანაში ბიტკოინები, როგორ შეუვლობდა ბიძინა ივანიშვილი ფულს, როგორ მუშაობდა და ვინ ედგა ამ სისტემას თავში დიტო სამხარაძის მეთაურობით, როგორ მუშაობს ტროლების ქარხანა, როგორ დაბრიდეს ბაჩალიაშვილი სხვაგან და მიათხრიეს იქ, რა ინფორმაციას ფლობდა ბაჩალიაშვილი გახმაურებულ საქმეებზე, როგორ იმართებოდა სისხლის სამართლის კომიტეტი პროკურატურაში, როგორ იმართება სასამართლო სისტემა შიგნით საქალაქო ადმინისტრაციულ საკითხებზე და სისხლის სამართლის საქმეებზე და უზენაეს საქმეებზე, აი რას ფლობს ეს სისტემა, რომელსაც შეუძლია დაამხოს ყველაფერი. რა ხდება ეგრეთ წოდებულ ადვოკატთა ასოციაციაში და როგორ მართავენ კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებებს წინასწარ. რა ხდება მაგალითად სადაზვერვო მკვლელობებზე, როგორც მოხდა ხადასხეობაში, ანის პაპიძის საქმეზე ის ჯარისკაცი რო იქნა გამქრალი და სინამდვილეში როგორ გააქრო და აი ეს პაპიძეს რეალურ ბრალში სად არის მისი თანამონაწილეობა და ასე შემდეგ. ესენი არის ერთად შეკრული საქმეები, რომელსაც საზოგადოებრივი ინტერესი ადევს პირდაპირ ტყვიასავით რა. ეს საქმეები არის საქმეები, რომელსაც აქვს 50 წლიანი გრიფები და 100 წლიანი გრიფები. გრიფი ნიშნავს საიდუმლო, გრიფით საიდუმლო, ეხლა ამას არ უნდა მოეხსნას. მაგი კი არა ვუდროფის საქმე რო იყო შევარდნაძის დროს, რომ გასროლით მოკლეს, დღესაც არ არის ელემენტარული საზოგადოებრივი განცდა აზრი არის, რომ ეს კაცი არ მოუგლია იმას, მაგრამ ყველა სახელმწიფო აზის დღემდე რო არ გამჟღავნდეს სიმართლე რა ხდება მაგაში. აი რა შეუძლია ღარიბაშვილს თქვას. მთელი აი ბიძინა ივანიშვილის სისტემა და სახელმწიფოებრიობა ჩვეულებრივ შეუძლია ჩარეცხოს ტუალეტში. ორჯერ იყო პრემიერი, ყველაფერი იცის. ყველაფერზე აქვს მტკიცებულება და ინფორმაცია, თუმცა რა ხდება, იცი? კომპრომიტაცია გამოდის აქედან. მე ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ მტრის წისკვილზე დავასხა წყალი. ეს რას ნიშნავს, იცი? ეს ზუსტად ეს არის კოდირებული სიტყვა, რომ მე ამას ვიტყვი, მე თუ ეს მომივა. მაგრამ მოდის, უკან არ იხევს, რა გაგშენ? აი ნახეთ, ბიძინა ივანიშვილს ეს იარაღის დაშლა აწყობა რო არის ის ესეთი გენერალი მამუკია მდინარაძე ეუბნება ამ ეს მაგას არაფერი არა აქვს. მაგი ვერაფერზე ვერ წავა. მაგრამ სინამდვილეში ის ვისაც დასაკარგი ბევრი აქვს, წავიდა უკვე ყველაფერზე. და ეს ჩაშვებული პროცესია და ვერან ვერ გააჩერებს ამას. მამუკა მდინარაძე სულ დისტრაკი აგინეს ქართულ ოცნებაში, მე მაქვს ამის ინფორმაცია. და მამუკა მდინარაძე იხვეწებოდა, რომ ციხეში არ გაეშვათ, ისე წასულიყო ქართული ოცნებიდან. გეუბნებით ამას, მე თქვენი არის ერთი ამბავი, ერთი წიუკი ატეხილი.
ბიძინა ივანიშვილის უბედურებას ვერ გააჩერებს ვერაფერი. არ არის ეს მარტივად და ლამაზად დალაგებული საკითხები. გამოვიდეს ახლა ის სად არის ის ბრიყვი გამправებელი ვოლსკი ან ის რო ყავთ ის უტუია ტიპი რო ყავთ თუთაშხიაში როა ბრიყვი ძმები ნაკაშიები როა გამოვიდეს ის და თქვას გააправოს ახლა ამათი მოქმედება ამათ მოქმედებას ვერ გაამართლებს ვერაფერი ჩაძირულები არიან თავიდან ბოლომდე ახლა ცდილობენ როგორ გალესონ არ უნდა კაც პოლიტიკაში და წავიდე დემოკრატია გვაქვს აქ კაცო აქ ყველაფერი მოსულა მე რა 10 წელი იყო 6 თვეში გენერალი გახდა მოაგვარა საქმეები გახსნა კორუფციული საქმეები და აღარ უნდა ახლა წავიდა დაიბანა ხელი ვითომ ცინცინატუსი იყოს რა რომის იმპერიაში რო ააშენა ქვეყანა და მე თქვა რომ ძალაუფლება არ უნდა ასე არ არის ეს ქართულ ოცნებაში მით უმეტეს მოწყობილია რა ვინ იყო რომ ოქროს კისასტოვებდა კაცო მილიონები აქვს წაღებული მილიონები დასაფლელია ამათი ოფშორები ამათი ქონება ამათი ყველაფერი სვანებს იჭერენ უბრალო ადამიანებს სახში უვარდებიან იქ კომპიუტერი ჰქონდაო იმაზეო მდინარეზე მიერთებულიო და ამ აბა ბიძინა ივანიშვილის რა აქ და სადა მიერთებული აფხაზებთან ბენზინს უაძლევს ახლა ჰენგურ ჰესე რამდენი ბიტკოინის ეგრეთ წოდებული ოფშორია და ერთებული და საერთოდ არ აქვს მაგაზე ამბიცია არც და არანაირი გამოძიება არ იწყება მით უმეტეს აფხაზების მხრიდან აფხაზების საერთოდ ბნელი თემაა და პირდაპირ დირკა არის რა და ბიძინა ივანიშვილის იმათთან აქვს ძალიან დალაგებული ურთიერთობები ამის შესახებ ფლობს ღარიბაშვილი ინფორმაციას დეტალურ ინფორმაციას ფლობს და ამ ყველაფერს უნდა ძალიან სერიოზული მიხედვა ქართველები ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენი სოციალური ჩვენი საპენსიო ჩვენი ჯანმრთელობის ფონდით და განათლების ფონდით და თავდაცვის და უსაფრთხოების ფონდით და უშიშროების ფონდით და თავდაცვის ბიუჯეტით ზედმეტია ლაპარაკი. რა ტომოგრაფიის 6 მილიონზეა ხალხო ლაპარაკი. ქვეყანა იძარცვება ყოველდღიურად საქართველოში კატავდება ათეულობით მილიონი. ეს არის ბნელი წერტილი. ეს არის ნარკოტიკების წერტილი, ეს არის 1000 უბედურების წერტილი. რაზე აცხადებენ ომს რის წინააღმდეგ არის ეს ომები ატეხილი. რატო დაიწყო იმან დინარაძემ და კობახიძემ ვითომ ნარკოტიკის წინააღმდეგ ომი ამითი აწვებოდნენ ღარიბაშვილის სისტემას და ამითი აწვებოდნენ ლილუაშვილის სისტემას რომ აბა ესენი მოვიდნენ და ახლა ესენი ებრძვიან იმ ბარიგებს რომლებსაც ღარიბაშვილი და ლილუაშვილი აძლევდნენ კარტ ბლანშს ეს იყო ურთიერთობები აქ არაფერი სამართლებრივად სწორი არ ხდებოდა არა ეს არ იყო გულწრფელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან რას ლაპარაკობთ ნახევარი საქართველოს ჩაძირულია ამ სიბილწეში ვინ გააჩერებს ამ ბიზნესს ეს ბიზნესები საქართველოს ტერიტორიას ცდება და არც აქ იგეგმება ამ ბიზნესების აღკვეთა და არც აქ მთავრდება ჩვენ ვართ ტრანზიტის ქვეყანა ჩვენ ვართ ფსევდოსუვერენული სახელმწიფო ჩვენ ვართ ვაიუბედურების ქვეყანა დინარაძეშია საქმე დინარაძეშია პრობლემა დინარაძეზეა პრობლემა ვინაა დინარაძე არის ბუტაფორიული პერსონა და всё დადგა ამას გაუვიდა პრეზერვატივია ეს წამოწმული იყო იხმარეს და ნუ ახლა გამოიყენეს და უნდა გადააგდონ და ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი ერთადერთი რაღაცა დღეს რაც გადაარჩენს იმ ნაბიჯურებს იმას უშიშროების მინისტრი ციხეში როზის განა იქ არ არის ჩასაჯენი მაგრამ იმ ბრალით არზის რაზეც უნდა იჯდეს ტიპ 73 მინა ქონდა თბილისში ნაყოფ კაცო წარმოგიდგენიათ ეს უშიშროების მინისტრი რო იყო უშიშროების მინისტრი რო იყო და ყოველ დღე 73 მისამართზე რო გახვიდე ვერ გახვარ მაგას ვერ მოახერხებ ერთი თვის მანძილზე ვერ მოახერხებ მინისტრი რომელიც ბიჭო კაც არ მიიღებს ისე თუ წინასწარ რაღაცა ზებუნებრივი საქმე არ არის და ამ კაც ქონდა იმის დრო რომ 73 მინა ეყიდა თბილისში და 73 მისამართი ქონოდა თქვენ წარმოგიდგენიათ რაშია საქმე და ეს არ არის მისი სრული ქონებრივი შემოსავალი საიდან იყო ამდენი შემოსავალი საიდან დეკლარირდებოდა თუ არა დეკლარირდებოდა შავი ბიუჯეტიც რო დათვალო ხო შავი ბიუჯეტიც არ ეყოფა იმ ყველაფრის გაწეტრებას ესა მილიარდების ქონება არანაირი მილიონების ქონება არ არის ეს რო ედავებიან იმ ღარიბაშვილს ღვინის ქარხანა ქონდა ღვინის ქარხანა გერა ნარკოტიკების ფაბრიკა ქონდა კაცო აწყობილი იყო ესე იდეალურად აქ ბრძოლა მიდის ფინანსებზე და გავლენებზე და ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომლებიც არიან პოლიტიკური დაზვერვის მქონე ინსტიტუტების სახელმწიფოები ამის შესახებ ფლობენ დეტალურ ინფორმაციებს და იწყება მე ჩვენი ხელისუფალით იწყება თამაშები ამ ყველაფერში იმიტომ რომ ისინი კომპრომიტირებულები არიან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლობს ამერიკა ბიძინა ივანიშვილის იცავს რუსები ბიძინა ივანიშვილის ანასხლეტებს იჭერს ამერიკა ბიძინა ივანიშვილის ანასხლეტებს ანეიტრალებს რუსული დაზვერვა ქართული დაზვერვა აქ არაფერს შუაში არა ის არის ჩვეულებრივ ლავირებული ორგანო ქვეყანას არ აყავს
თავდაცვის სამინისტრო, ეს არის ლავირებული ორგანო. დამთავრდა. გამოგვიყენეს ჩვენ ბრძოლებში ერაყის ტერიტორიაზე, ავღანეთის ტერიტორიაზე და დამთავრდა. ჩვენი მისია ამოწურულია. დღეს ეს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის პირად ქვედანაყოფს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაფერი ვერ გააკეთა, იძულებული გახდება დაიცვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. სამწუხაროდ იმის მიუხედავად იმისა მე ამის თქმა მიწევს. აქ ისეთი სახეები გამოდიან, ისეთი ტიპები გამოდიან, ისეთი ტიპები ცდილობენ ხელისუფლებაში და თავდაცვის სამინისტროში მოbrunებას, რომელსაც ქვეყნის ღალატის მეტი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სააკაშვილთან ერთად არაფერი უკეთებიათ. ქონების მიტაცების მეტი არაფერი არ უკეთებიათ. უბრალოდ კარგად ჟღერს, გესმით? აი თავდაცვის სამინისტროდან ქონე ფულს იპარავდი, ბიჭო, ჯარს პარავდი ფულს, ბავშვებს პარავდი ფულს, ეს საზოგადოების ცნობიერებამდე დასული თემები, რომლებიც იწვევს სიტუაციის შოკირებას. თქვენ გესმით, რაში არის ლაპარაკი? ფრთხილად იყავით, ინფორმაციულ საბუდარში არ გაებით. ეს დღეს რაც ხდება, ეს არის თეატრი. კინო იქნება აწი. კინო იქნება აწი. საქართველოს მოქალაქეებო. გააზიარეთ ეს ბლოკი და მოასმენიეთ ყველას. ეს არის ის ანალიზი თქვენ, რომელსაც არც ერთ ტელევიზია არ შემოგთავაზებთ. იმიტომ ყველა ტელევიზია ზის ნარკოტიკის ბიუჯეტზე ქვეყანაში. კაზინოს ბიუჯეტზე ზის. იერარქიით ვაჭრობის ბიუჯეტზე ზის. ადამიანის ორგანოებით ვაჭრების ბიუჯეტზე ზის. ბინძური სახელმწიფოს ბინძური ხელისუფლების ბინძურ ფულზე ზის. არ ემსახურება საზოგადოებას არც ერთი სახელმწიფო ორგანო. და სიმართლის მთქმელი ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი მტერი. და მე რასაც ვიტყვი სიმართლეს, თუნდაც იქ ჩემი ძმისგან რასაც ვიტყვი, გაიგონებთ ხო? ეს არის აკრძალული ლიტერატურა ქვეყანაში რა. როგორც იყო ჰიტლერის და სტალინის და იმის დროს. ლიტერატურა იკრძალებოდა კომუნიზმის დროს. всё, რაც არ უნდათ იმას არ უშვებდნენ რა. დღეს ქართულმა ოცნებამ ეს დაამკვიდრა საქართველოში. შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, აზრის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, კონკურენციის თავისუფლების, პოლიტიკური აზრის სიხალისის, აი ეს არის, ეს გახდა უბედურება რა. მაგრამ ადამიანის ცნობიერებას ვერც დააპატიმრებ, ვერც დაიჭერ. დაშინებით შეიძლება დააშინო. მაგრამ გააზრების უნარს ვერ მოუსპობ. თუ ის არ დაიმონე. და დამონებისგან ადამიანს იხსნის სწორი ანალიზი და სწორი აზროვნება და ყველას გთხოვთ რომ ეს ვიდეო ბლოგი გააზიარო. მე დავბრუნდები, მე მექნება ამაზე საუბარი და ჩემი თხოვნა იქნება ბოლომდე გაითავისოს ყველამ რა ხდება ქვეყანაში ახლა. იმიტომ ეს არც ახლა არ დაწყებულა და არც ხვალ არ დამთავრდება. თუ ეს ტოტალურად არ შეიცვალა, ჩვენ ამითი ვიცხოვრებთ. მაგრამ ჩვენ ამით ვერ გადავრჩებით. გმადლობთ.